მოგესალმებით ჩემო მეგობრებო. დღეს სერიალ შორეული ქალაქის მომავალი სერიების შესახებ უმნიშვნელოვანეს დეტალებს გაგესიარებთ. მოემზადეთ, რადგან წინ ისეთი მოვლენები გელის, რაც ეკრანებთან მეგაჯაჭვავთ. სანამ თავარ თემებზე გადავალთ, არ დაგავიწყდეთ არხის გამოწერა და ვიდეოს მოწონება. თქვენი მხარდაჭერა მაძლევს мотивაციას, რომ არც ერთი მნიშვნელოვანი სიახლე არ გამოგაბაროთ. როგორც წინა სერიებიდან ვიცით, ენგინმა ალიასა და დენიზის ხელში ჩასაგდებად ზაკრული გეგმა შეიმუშავა. ის ყოველს თვალში სათნო და მსრუნველ ადამიანას ჩანს, მაგრამ სინამდვილეში ბულგარელების დავალებას ასრულებს. ენგინი ისეთ რამეს გააკეთებს, რასაც არავინ მოელის. ის თავად დაეხმარება ბულგარელებს, რომ ალია და ჯიჰანი გაიტაცონ. ყველაზე ვერაგული კი ის არის, რომ მათი გაუჩინარების შემდეგ ენგინი ყველაზე მეტად ინერვიულებს. ის ისე ოსტატურად ითამაშებს შეწუხებული მეგობრის როლს, რომ ეჭვს მასზე ბოლო მომენტამდე არავინ მიიტანს. ალიასა და დენიზის გაუჩინარება ჯიჰანის სამყაროს თავდაყირა დააყენებს. მისი ცხოვრების ორი ყველაზე ძვირფასი ადამიანი ერთ წამში გაქრება. ჯიჰანის საკუთარ თავს დაადანაშაულებს იმაში, რომ ისინი ვერ იცვა. პირველი ეჭვი, რა თქმა უნდა, ფეიაზისკენ იქნება. ჯიჰანს ეგონება, რომ ამ ყველაფრის უკან სწორედ ის დგას და მერიემზეც განსხვდება, რადგან მან ფეიაზი მათ ცხოვრებაში შემოუშვა. ის დაუყოვნებლივ დაედევნება ფეიას, რათა პასუხი მოსთხოვოს, თუმცა მალე მიხვდება, რომ სიმართლე ბევრად უფრო ღრმა და ჩვეულებრივი მტრობის ჩარჩოებს ცილდება. დროთა განმავლობაში ჯიჰანი მიხვდება, რომ ამ საქმეში სხვა უფრო ძლიერი გონებაა ჩართული. სწორედ აქ გაახსენდება ბორანი და მისი ბნელი წარსული ბულგარელებთან. მიუხედავად წარსულის წყებისა, ჯიჰანი მიხვდება, რომ სიმართლის გასაგებად ბორანის დახმარება სჭირდება. ბორანის არანაკლებ განადგურებული იქნება, რადგან დენიზი მისთვის ყველაფერია. ის მზადაა სიცოცხლე გასწიროს მათ გადასარჩენად, ასე რომ დიდი ხნის შემდეგ პირველად ჯიჰანი და ბორანი ერთ მხარეს დადგებიან. მათ დაივიწყეს ძველი ანგარიშწორება და გაერთიანდნენ ერთი მიზნისთვის. ალიასა და დენიზის გადასარჩენად. ეს აღარ არის უბრალოდ ძებნა, ეს ნამდვილი ომია ბულგარელების წინააღმდეგ. პარალელურად დემირის ბინძური თამაშებიც მშრომდება. მას შემდეგ, რაც დამტკიცდა, რომ მან შიმალი გაიტაცა, დემირისთვის ერთადერთი გამოსავალი გაქცევა იქნება. ის გარკვეული დროით გაუჩინარდება. რაც შეეხება ზელინს, ის კაიასთან და შიმალთან ერთად ბედნიერ მომავალზე ოცნებობს. მაგრამ კაია მის მიმართ ძალიან ცივი და მკაცრი იქნება. მიუხედავად იმისა, რომ ზერინმა შიმალის დასაცავად საკუთარ ცხოვრებაზე თქვა უარი და დემირთან დარჩა, კაია ამას მაშინ ვერ დააფასებს, თუმცა შიმალს დედა სჭირდება. სჭირდება მისი სითბო და მზრუნველობა, ამიტომ ზერინი მაინც დაბრუნდება სასახლეში. ამავდროულად დღის წესრიგში დგება სერჰათის მამის საკითხი. სადაკათი და ბორანი არ იჯერებენ მერიემის ვერსიას. ალიასაც ეჭვი ეპარება, რატომ კანკალებს მერიემი სერჰათი ასე ძალიან. ჩნდება თეორია, რომ სერჰათი შესაძლოა ბორანის შვილი იყოს. გახსოვთ ბორანის მზერა, როცა ის დენიზსა და სერჰათს აკვირდებოდა. ეს სცენა ბევრ რამეზე მეტყველებს. თუ ეს სიმართლე აღმოჩნდა, ჯიჰანი მერიემს საბოლოოდ გაუშვებს თავისი ცხოვრებიდან. მომავალ ეპიზოდში ყველაზე დიდი ყურადღება სერჰათის მამის ვინაობას დაეთმობა. სადაკათი და ბორანი მერიემის არცერთ სიტყვას არ იჯერებენ. მერიემს ეშინია, რომ თუ ეს სიმართლე გამჟღავნდება, ის ყველაფერს დაკარგავს. სავარაუდოდ ბავშვის მამის ვინაობას მერიემი მუშგანსაც უმალავს. რაც არ უნდა მოხდეს, ვინც არ უნდა აღმოჩნდეს მამა, სერჰათი ალბორების ოჯახიდან არ წალა. ბავშვი ალბორებთან დარჩება. მაშინაც კი, თუ სიმართლე მტკივნეული იქნება. სერჰათი და დენიზი ძმებად აღიარებენ ერთმანეთს და ოჯახი ბავშვს არავის დაუთმობს. რაც შეეხება ნარეს, ის განაგრძობს მკურნალობას, უარს ამბობს ბავშვის მოცილებაზე, თუმცა ის შეძლებს გააჩინოს ჯანმრთელი ბიჭი. მეგობრებო, თქვენი აზრით, რამდენად მყარი იქნება ჯიჰანისა და ბორანის ალიანსი? შეძლებენ ისინი ენგინის ნამდვილი სახის მხილებას? დაწერეთ თქვენი ვერსიები კომენტარებში. მადლობა რომ იყავით ჩემთან ერთად. არ დაგავიწყდეთ ვიდეოს და ლაიქება. მომავალ შეხვედრამდე.